თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის რუჯერო ლეონკავალოს ოპერა ჯამბაზების პრემიერა 26 თებერვალს 17 საათზე დაიწყება. ეს არის პარმის ოპერის თეატრის პროდუქცია. დამდგმელი რეჟისორია ფედერიკო გრაცინი. სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი. დამდგმელი დირიჟორი გახლავთ ზაზა აზმაიფარაშვილი. ლეონკავალოს ოპერა ჯამბაზები ერთ-ერთი გენიალური ნაწარმოებია. მხოლოდ მუსიკაზე რომ ვისაუბროთ, ეს უკვე იმდენად სრულყოფილი, ასე ვთქვათ, შედევრია. მასთან შეხება უკვე დიდი ბედნიერებაა და სიუჟეტი ისეთი ემოციური შინაარსის არის, რომ ვერ რჩები, ასე ვთქვათ, გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ. სამსახიობო ხელოვნებასაც ძალიან დიდს მოითხოვს ჩემი აზრით. ჩემი როლი არის ნედა, ერთადერთი ქალის როლია ამ ოპერაში. ჩემთვის არის უკვე მეორე პროდუქცია, ასე ვთქვათ, ნამღერი მაქვს ეს როლი. ბატონ თემურ ჩხეიძეს ჰქონდა ჩვენს თეატრში დადგმული ეს ოპერა და ეხლა არის პარმის თეატრის დადგმა. ყოველ პრემიერა შედგება არაჩვეულებრივი ოპერის ლეონკავალოს ჯამბაზების, რომელიც თბილისელ მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს და მე ბედნიერი ვარ, რომ მიწევს მასში მონაწილეობა. ეს ჩემი მეორე დადგმაში მონაწილეობა იქნება, პირველი დადგმა ბატონ თემურ ჩხეიძის მიერ შესრულებული. ძალიან საინტერესო და წარმატებული იყო, მასთან მუშაობა იყო განსაკუთრებულად საინტერესო. დღეს ჩამოვიდა პარმის ვერსია და იმედია მაყურებელი კმაყოფილი დარჩება. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის, რომ ეს არის ოპერა, რომელიც ყველაფერს მოიცავს პრაქტიკულად. არის დრამა, არის ლირიზმი, არის სიმფონია. აი ყველაფერი ამ ერთ პატარა ოპერაში როგორ მოახერხა ამ კაცმა ყველაფრის ჩადება, არ ვიცი, არის სარკაზმი, ყველაფერი აბსოლუტურად ამდენად თვლი, რომ თბილისელი მაყურებელი გაიხარებს და წინასწარ მინდა მათ მიულოცო ეს პრემიერა. ყველანი მზად ვართ, რომ სპექტაკლები ჩავატაროთ. 26 თებერვლიდან იწყება, როგორც მოგეხსენებათ და ყველანი, რა ვიცი, მოლოდინში ვართ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. ჩვენი პუბლიკისთვის ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლია და შესაბამისად ყველანი ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ჩვენი საყვარელი მსმენელი გავახაროთ. ჩემი დებიუტია კი კანიოს როლში, ძალიან დიდი ხანი, რა თქმა უნდა, მემზადებოდი, ფიქრობდი ამ როლისთვის. მსმენელის შესაფასებელია თუ რას როგორ გავაკეთებ და იმედი მაქვს, რომ ჩემს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტას როლისას მოიწონებს მსმენელი. საპრემიერო ჩვენებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 26, 27, 28 თებერვალს, 1, 6, 7 და 8 მარტს გაიმართება. სპექტაკლი 17 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჯამბაზები რუჯერო ლეონკავალოს საუკეთესო და ყველაზე პოპულარული ოპერაა. ორმოქმედებიანი ოპერა პროლოგით კომპოზიტორმა საკუთარი ლიბრეტოს მიხედვით დაწერა. ჯამბაზების პრემიერა მილანში, თეატრო დალ ვერმეში 1892 წლის 21 მაისს ტოსკანინის დირიჟორობით შედგა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. სულ მალე სპექტაკლმა მსოფლიოს წამყვანი სცენები შემოიარა და დღემდე რჩება დიდი თეატრების რეპერტუარში. თბილისის ოპერის თეატრში ჯამბაზების პრემიერა მსოფლიო პრემიერიდან ერთ წელიწადში 1893 წლის 13 სექტემბერს შედგა. ჯამბაზების ბოლო დადგმა თბილისის ოპერის სცენაზე თემურ ჩხეიძეს ეკუთვნის.